1940-დან 1945 წლამდე ნაცისტებმა ფრანგი ებრაელებისგან 100,000-ზე მეტი ნახატი და სკულპტურა წაართვეს. 60,000 ნამუშევარი დაბრუნდა და მათგან 45,000 დაუბრუნდა თავდაპირველ მფლობელებს ან მათ შთამომავლებს, ხოლო 15,000 ფრანგი ხელისუფლების ხელში დარჩა. დაეხლა პირველად პარიზის მუზეი დორსეში გამოყოფილია გალერეა იმ უპატრონოდ დარჩენილი ნამუშევრებისთვის. საფრანგეთს ოკუპაციის ხარჯების გადახდა მოუწია. საფრანგეთმა ოკუპაციის გადასახადი უნდა გადაუხადა ნაცისტი გერმანელი ოკუპანტებისთვის. გამქოლოფის კომპენსაციის მიზნით ომის შემდეგ ყველა ტრანზაქცია ბათილად გამოცხადდა. ეს ასევე ხსნის თუ რათა უნდა დააბრუნოს საშუალო მყიდველმაც, რომელმაც უბრალოდ შეიძინა ნამუშევარი ხელოვნების ბაზარზე ანტისემიტური ქონებრივი ჩამორთმევის გარეშე. თავისი ნამუშევრები საფრანგეთში. ასევე უნდა დააბრუნოს თავისი ნამუშევრები საფრანგეთში. 15,000-დან უმეტესობა ვერ ამოიცნეს. ამათგან ვინც ამოიცნეს, 2300 ეროვნული მუზეუმების აღდგენის ხელშია. ეს არის ფრანგული ორგანიზაცია, რომელიც ომის დროს მოპარული არტეფაქტების საკითხებს განიხილავს. Musée d'Orsay აქვს ამ ნამუშევრებიდან 200-ზე მეტი, რომელთაგან 13 გამოფენილია. თითოეული ნამუშევარი მოგვითხრობს ისტორიას, თუ როგორ აღმოჩნდა ის ნაცისტების ხელში. და ასე რომ, სანამ გვაქვს, ამ ნახატს ძალიან ამაღელვებელი ისტორია აქვს, რადგან ვიცით, რომ ის ეკუთვნოდა ფერნანდ ოშეს, რომელიც ებრაელი კოლექციონერი იყო. და ამ ნახატს დრამატული ისტორია აქვს, რადგან ოშე დეპორტირებული და მოკლული იქნა განადგურების ბანაკებში ომის დროს. ასე რომ, აქ კონკრეტულად ჩვენ გვაქვს რესტიტუციის მოთხოვნა ბატონ ოშეს მემკვიდრეებისგან. კვლევა გრძელდება. ჩვენ გვაქვს ისტორიული ცნობები. ჩვენ გვაქვს ისტორიული ცნობები ყველა ამ ნამუშევრისთვის. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სრული ისტორია. სხვა შემთხვევაში ეს გადაწყვეტილი იქნებოდა. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ რენუარის მიერ დახატული მადამ დოდეს პორტრეტი ეკუთვნოდა მადამ დოდეს მის გარდაცვალებამდე 1940 წელს. თუ არ ცდები, შემდეგ ალბათ მის შვილს. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული არ ვართ. და ამის შემდეგ ვხედათ, რომ ის გაეტიტა. ის გერმანულმა მოვაჭრემ იყიდა და გერმანიაში წაიღო. ასე რომ არის მომენტი, როცა ის მფლობელს იცვლის. და იმ მომენტში ჩვენ ნამდვილად არ ვიცით მისი ისტორია. იმის დასადგენად, იყო თუ არა უკანონო ჩამორთმევა. ნაცისტების ეპოქაში ხელოვნების ნამუშევრების წარსვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ადოლფ ჰიტლერი ხელოვნების დიდი მოყვარული იყო და მას დიდი გეგმები ჰქონდა თავის მიერ მოპარული ნამუშევრებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა თავად ჰიტლერი ხავს, რომელსაც ჰქონდა პროექტი აეშენებინა სოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმი ლინცში, ქალაქში, სადაც ის გაიზარდა ავსტრიაში. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. არის ჰერმან გერინგიც, რომელიც ოკუპაციის დროს პარიზს სოციერთი ჯერ ეწვია, რათა მიეთვისებინა ებრაელი კოლექციონერებისგან წართმეული ხელოვნების ნიმუშები. ასე რომ არსებობს უზარმაზარი ცურვილი, როგორც ებრაული ქონების მიმართ თუ გნებავთ, ასევე სხვადასხვა გერმანული ან ავსტრიული მუზეუმების კოლექციების გასაფართოებლად, ხელოვნების ნიმუშების შეძენისკენ. სხვადასხვა გერმანული ან ავსტრიული მუზეუმების კოლექციები. ომის შემდეგ დიდი ოპერაცია ჩატარდა, როგორც ეს ჯორჯ კლუნის ფილმშია ნაჩვენები. მონუმენტების მცველები. ეს იმას ნიშნავდა, რომ ათასობით ხელოვნების ნიმუში შეიძლებოდა დაბრუნებულიყო. ბევრ მათგანზე არავის განუცხადებია პრეტენზია, რაც კიდევ უფრო გაამწვავა საფრანგეთის მონაწილეობაზე მეორე მსოფლიო ომში არსებული ტაბუ. თუმცა დროის გასვლასთან ერთად და ჟაკ შირაკის მიერ 1997 წელს იმის აღიარების შემდეგ, რომ საფრანგეთმა თავისი ისტორიის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მეტი ძალისხმევა დაიხარჯა ნახატების ნამდვილი მფლობელების საპოვნელად. გასულ თვეში მუზეუმმა შექმნა თავისი პირველი კვლევითი გამყოფილება, რომელიც თითოეული დაკარგული ნამუშევრის მემკვიდრეების მოძიებას ეძღვნება. მისი ცხოვრების განმავლობაში მან სხვების ისტორიები დახატა, სხვადასხვა კულტურები, ეთნიკური ჯგუფები, სოციალური კლასები, მაგრამ არასდროს თავისი. მაგრამ შემდეგ 30-იანების დასაწყისში ავსტრალიელი მხატვარი ავრაამ ბოსი ისრაელში ჩამოვიდა და ყველაფერი შეიცვალა. კლასიკური განათლების მქონე, ზეთის საღებავებით მხატვარი, რომელიც ახლა თელ-ავივში ცხოვრობს. ავრაამის ნამუშევრები ებრაულ იდენტობას, მეხსიერებასა და თანამედროვე ისრაელის ცხოვრებას ეძღვნება. და ის ჩვენთან ერთად სტუდიაში შემოგვიერთდა, რათა თავისი მოგზაურობის შესახებ გვიამბოს. ავრაამ, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი. კეთილი იყოს შენი მოგზანება, გვიხარია, რომ აქ ხარ. გვითხარი ცოტა შენი ისტორიის შესახებ. ავსტრალიაში გაზრდიდან მოულოდნელად აქ ჩამოსვლამდე. რა თქმა უნდა. ხო, მე მელბურნში გავიზარდე, რომელიც დიასპორის თვალსაზრისით საკმაოდ ებრაული ქალაქია, მაგრამ მე სინამდვილეში ებრაული საზოგადოების გარეთ გავიზარდე. ესე რომ მე თითქოს ვიცოდი, რომ ებრაელი ვიყავი, მაგრამ ძალიან არ ვიყავი დაკავშირებული, არ ვიცი, ალბათ იმასთან, რას ნიშნავს იყო ებრაელი და მით უმეტეს საერთოდ არ ვიყავი დაკავშირებული ისრაელთან, ვიცოდი, რომ არსებობდა, მაგრამ არაფერი ვიცოდი მის შესახებ. და მე როგორც შენ თქვი, ვხატავდი მე ვხატავდი სხვა ადამიანების ისტორიებს. და ვცდილობდი გამეგო ვინ არიან ისინი და როგორ აყალიბებს მათი კულტურა, მათ სოფლმხედველობას. დიახ, ეს მართლაც საინტერესო იყო. მე ბევრს მუშაობდი აბორიგენ ავსტრალიელებთან, სამოელებთან, მაორებთან და სხვა ძირძველ ხალხებთან.
და ნამდვილად ვცდილობდი გამეგო და მესწავლა მათგან. რას ნიშნავს იყო კულტურის ნაწილი, რომელიც კონკრეტულ ადგილს ეკუთვნის. სწორედ ამან დამაინტერესა. მაგალითად ეს ადგილი ისრაელი და როგორ უკავშირდება ჩვენი ისტორია აქ იმას თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორც ხალხი. და ირონიულად თითქოს ჯერ ვერ უკავშირდებოდი ებრაელობას სხვა ებრაელების მეშვეობით. ცოტა ძალიან განცალკევებული ვიყავი, მაგრამ როცა ნამდვილად გავაცნობიერე ჩვენს კავშირზე ფიქრის სხვა გზა, ეს ძალიან მომეწონა და პირველად ჩამოვედი აქ ისრაელში, როცა 32 წლის ვიყავი. და მაშინვე გადავწყვიტე ალიას გაკეთება. უბრალოდ იმიტომ, რომ აქ ყველაფერი ესეთი ამაღელვებელია და ესეთი ენერგიულია და შემდეგ მართლაც გავაკეთე ალია პირდაპირ 7 ოქტომბრის წინ. კარგი და მინდა ცოტა ვისაუბრო შენთან მიკუთვნებულობისა და იდენტობის კონცეფციაზე. რადგან როგორც ადამიანი, რომელიც ასევე შერეული კულტურისგან მოდის, ეს შეიძლება საკმაოდ რთული კონცეფცია იყოს. როგორ ახდენს ეს გავლენას ჩვენს ხელოვნებაზე? როგორ აჩვენებ ამას და ამ სირთულეებს ჩვენს ხელოვნებაში? დიახ, ვფიქრობ ეს მართლაც კარგი კითხვა. ვფიქრობ ერთ-ერთი რამ, რაც ჩემთვის კარგია ხელოვანად ყოფნაში, ისა რომ ეს ერთგვარი საშუალება, რათა გამოიკვლიო ის იდეა, რაც შენს გონებაში და გულში ხდება. ხო ესეა? დიახ, ასე რომ ეს საინტერესო იყო. ავსტრალიაში თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს არ ვეკუთვნოდი იქაურობას, რადგან სხვა ვიყავი, ებრაელი ვიყავი, ჩემი მშობლები ამერიკიდან არიან, ასე რომ ნამდვილად არ ვგრძნობდი თავს ავსტრალიელად. შემდეგ აქ რო ჩამოვედი, უცებ ყველანი მეუბნებიან, რომ ავსტრალიელი ვარ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ავსტრალიელად ვიგრძენი თავი. ესე რომ ვფიქრობ, რაც კარგია, ნება მომეცით უბრალოდ, ერთი ნახატი ავიღო. რამდენიმე ნამდვილად მოიტანე, აბსოლუტურად. ესეც იმედია, ვიცი ჩანს, კარგი. დიახ, აი ეს ის მშვენიერია. მადლობთ. ეს არის ერთი, რომელიც შარშან გავაკეთე. და ეს ბუდაპეშტში მდებარე სინაგოგაა. და ვფიქრობ, რომ ეს მინდოდა მეკითხა, იქ ყოფილ ვარ. ის ცნობადია, მართალია. ხო. გმადლობთ და რაც ამ ნახატში მომწონს, გულისხმობ, რომ ყველა ჩვენს ისტორიაზე ვფიქრობ ხოლმე. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ერთი ადგილიდან მოდის, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან გრძელი დიასპორის ისტორია გვაქვს. და ჩვენი ისტორიის თითოეული ნაწილი თითქოს ჩვენში ცხოვრობს და ასევე იმ ადგილებში, სადაც ვცხოვრობთ. და თითქოს სინაგოგები იქცევა იმ პატარა ნაწილების კაფსულად, სადაც ვცდილობთ სხვადასხვა ადგილას მიკუთვნებულობას, ამასთან ერთად აქეთ კავშირსაც ვინარჩუნებთ. ამიტომ როცა ვფიქრობთ ჩვენი ისტორიის ამ სხვადასხვა ნაწილებზე და შემდეგ ყველაფერს ისრაელში ვაბრუნებთ, ეს ნამდვილად არის გზა, რომ ჩვენი სხვადასხვა ძაფები ერთმანეთს დაუკავშიროთ. და ვფიქრობ, განსაკუთრებით აქ ისრაელში ერთდროულად გრძნობ ებრაული ისტორიის ყველა სხვადასხვა ნაწილის სიმძიმეს, ხო გესმის? ხო. იმიტომ რომ ყველას ხო იცი აქვს უფლება, ზუსტად ესე, ყველა თითქოს ერთმანეთზეა გადაფენილი. ხო, მაჩვენე კიდე ცოტა, იმიტომ რომ უკვე ვხედავ და აპირებ ამ ზემოთასაც მაჩვენო, რაც აქ გაქვს. როგორც ჩანს, ცოტა ევროპული სტილიც ეთყობა, ეს რა თქმა უნდა, და შემდეგი თუ შეგიძლია მაჩვენო. რა თქმა უნდა. ეს არის ერთ-ერთი რამ ისა, რომ ეს სინამდვილეში ქორწილია. და აშკარად ეს დეკია და მე ყოველთვის მავიწყდება ებრაული სიტყვა ამისთვის, მაგრამ ესა ფათით. და ეს სინამდვილეში იერუსალიმშია, ეს იერუსალიმშია. და როცა აქ ჩამოვედი მეშვიდის შემდეგ, როცა მეშვიდე მოხდა და მართლაც ვცდილობდი დამეხატა ჩემი გამოცდილება და ის, რასაც ყველა ჩვენგანი ვცდილობდით გაგვეულო. და გულისხმობ უბრალოდ სხვადასხვა სცენებს ვხატავდი. სინამდვილეში ჩემი მეგობრის ქორწილში დამპატიჟეს. და ქორწილი უნდა გაეუქმებინათ ომის გამო, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტეს გაემართათ. და ეს იცი ის მე-7 რიცხვიდან იბრძოდა. ნოემბრის შუა იყო. მგონი მე-7 რიცხვიდან 6 ან 7 კვირა იყო გასული. და გადაწყვიტეს რომ მაინც გააკეთებდნენ და მე მივედი და უბრალოდ დავხატე ეს. ეს იყო ყველაზე დაუჯერებელი ქორწილის გამოცდილება, რადგან ნახევარი ხალხი პირდაპირ ბაზიდან მოვიდა, ხო გესმის? მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პირველი შესვენება მე-10 რიცხვის შემდეგ. პირდაპირ აქ მოვიდნენ ებრაული ცხოვრების ყველაზე ბედნიერ ნაწილზე. ეს ხო ხუპაა, ხო ესეა. და მე უბრალოდ მივიღე. იცი, ვფიქრობ ებრაული გამოცდილების ყველა სხვადასხვა ნაწილზე. მე თითქოს ლამაზად ვხატავ ამას. სამწუხაროდ ებრაულ გამოცდილებაში ბევრი სევდიანი რამ არის. როგორც ებრაული ისტორია, ხო ასეა. და კიდე უფრო მეტი. ეს რთულია.
ხო, ესე რომ მე ხუპების ხატვა დავიწყე, ანუ ეხლა ეს ერთ-ერთი ის რასაც ვაკეთებ და რაც ყველაზე მეტად მიყვარს ამაში არის ის, რომ ეს ებრაული ცხოვრების ესეთი სიხარულით სავსე გამოხატულება. დიახ. ასე რომ ცდილობ ურადრება გაამახვილო სიხარულზე და ისტორიაზე და ეს ყველაფერი შენი ხელოვნებით გამოხატო. და ხო, მიხარია რომ აქ ვარ. ზუსტად ესეა. ეს ისეთია თითქოს. ეს ისეთია. აი ეს ხო, ნახე, მე ცდილობდა, ხო იცი, ცდილობ გამოვხატო ვინ არიან ეს წყვილი. მაგრამ ფიქრობ, რაც ებრაელებში ლამაზია, ჩვენში, როგორც ხალხში, არის ის, რომ გვაქვს ესეთი კავშირი, ეს ტრადიცია, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ხო ესეა. და ესე რომ ხო, ეს არ არის მხოლოდ მათი კონკრეტული ისტორია და ეს კონკრეტული ოჯახი, არამედ ეს თითქოს წარმოადგენს ჩვენ ყველგან ისტორიას. იცი? და ნამდვილად ვგულისხმობ, არაფერია უფრო ამაღელვებელი, ვიდრე ხუპა. ეს მშვენიერია, ეს ძალიან დამეხმარა, აბრაჰამ. დიდი მადლობა მოსვლისთვის, დიდი მადლობა.